ეკვადორის მრავალფეროვან ეკოსისტემაში გამყინვარების ხანას გადარჩენილი უამრავი არსებაა. მათ შორისაა ერთი იდუმალი 180 კილოგრამიანი ცხოველი, რომელსაც ძალიან გრძელი ცხვირი აქვს. დაბლობის ტაპირი სამხრეთი ამერიკის ტენიან ჯუნგლებში სახლობს. მაგრამ ეს სახეობა დიდ სიმაღლეზე ანდებში ბინადრობს, სადაც ბალახი და ბუჩქები უხვადაა. ეს ტაპირი, რომელიც გზას მცენარეებში მიიკვლევს, ჩრდილოეთ ანდების ერთ-ერთი ყველაზე მძიმეწონიანი ცხოველია. მთის ტაპირი ტროპიკულ ტყეში მცხოვრები ნათესავების მტაცებლებს თავს არიდებს. ეს ბალახის მჭამელი 1800 მეტრის სიმაღლეზე განმარტოებით ბინადრობს და სხვადასხვა სახეობის მცენარეს მიირთმევს. მუდმივად მოძრაობს და მდინარის პირას ბალახობა უყვარს. გრძელი დინგის წყალობით მთის ტაპირს განსაკუთრებული ყნოსვა აქვს, რისი წყალობითაც თავის საყვარელ მცენარეებს პოულობს. დათვის მსგავსად, ტაპირის ეს ჯიშიც ბოლო გამყინვარების ხანას გადაურჩნენ. რაც უფრო ზემოთ ავდივართ, ხეები უფრო მეჩხერად გვხვდება და ბოლოს საერთოდ ქრება. ამ ზონას პარამო ჰქვია, რაც ესპანურად დაბლობს ნიშნავს. აქ კლიმატის გავლენა ძალიან დიდია. მოყინვისა და გალღობის ციკლი ერთ დღე-ღამეში სრულდება. ბალახი და ბუჩქები ამ პროცესში აქტიურად ერთვებიან. აორთქლებულ წყალს იჭერენ და მიწაზე ნელ-ნელა აბრუნებენ. ქვედა პარამო ცოცხალ ღრუბელს გავს, რომელიც ბალახსა და მცენარეებს ასაზრდოვებს. ტემპერატურა პარამოს მაღალ ნაწილში რთულად პროგნოზირებადია. 4000 მეტრზე ზემოთ ჰაერის სიმკვრივე ზღვის დონის ჰაერთან შედარებით მხოლოდ 62%-ს აღწევს. აქ ნაკლები სიცხეა. როდესაც მზე ჩადის, ჰაერი საგრძნობლად გრილდება. მაგრამ როდესაც ღრუბელი გაიფანტება, კვლავ ზაფხულის სიცხეა. მათთვის, ვისაც სიცხის ატანა შეუძლია, პარამო შესანიშნავი არჩევანია. ეს მცენარე პუია ბრომელიადების ოჯახის წარმომადგენელია, რომელიც ტყეს მცენარეებით მეჩხერ პარამოს ამჯობინებს. გამძლე ჯიშის ზოგმა კოლიბრმაც პარამოში აირჩია ცხოვრება. მისი 5 მეტრიანი ყვავილი 2 კოლიბრს თავისუფლად გამოკვებავს. მაგრამ კოლიბრები მესაკუთრეები არიან და გაზიარება არ უყვართ. მცენარეს თბილი ბუმბლი ათბობს და ტენიანობას უნარჩუნებს, ხოლო ბასრ ეკლებს დასაცავად იყენებს. თუმცა თავდაცვის ეს მექანიზმი არც თუ ეფექტურია. გემრიელი ლუკმის მაძიებელ სათვალიან დათვს ეს ვერ იგერიებს. პუია მისი საყვარელი საკვებია. ეს დათვები ნისლიანი ტყიდან პარამოში სწორედ მის გამო გადმოსახლდნენ. ეს 1 წლის ბელია. მალე დედისგან დამოუკიდებლად შეძლებს არსებობას. მაგრამ ჯერჯერობით გვერდიდან არ უნდა მოშორდეს. ყოველ დღე ნელ-ნელა სწავლობს რა ჭამოს და სად წავიდეს. ენერგიით აღმავსებელი სადილის შემდეგ
ისევ ნისლიან ტყეში ბრუნდებიან. ანდების ექსტრემალური კლიმატი დღე-ღამის განმავლობაში მკვეთრად იცვლება. მთის კოლიბრებისთვის ეს უდიდესი გამოწვევაა. თუმცა, მკვეთრი კლიმატური ცვლილებები მათ ვერ აშინებთ. ამ მიზეზის გამო მათი კრუხობის პერიოდი ხანმოკლე და ინტენსიურია. დედრი კოლიბრი სამ კვირაზე ნაკლებ დროში გამოჩეკავს პატარებს. და შემდეგ სამ კვირაში მისი ორი ბარტყი ბუდიდან დამოუკიდებლად გაფრინდება. მანამდე კი დაუღალავად მუშაობს, რათა ჩუკირაგას ბუჩქიდან გამოწოვილი ნექტარით მშიერი პატარები დააპუროს. მან საიმედო მყარი ბუდი ააშენა, რათა ბარტყები უსაფრთხოდ იყვნენ, ვიდრე ის საკვებზეა წასული. ამინდი ცვალებადია და როდესაც მზე ჩადის, ტემპერატურა ეცემა. თუმცა ეს არაფერია ღამის სიცივესთან შედარებით. ბარტყებს კარგად გამოკვებავს და ფრთების ქვეშ შეიფარებს. ღამით თბილად უნდა იყვნენ, რომ სიცივისგან არ დაიხოცონ. თავზე დაყრილი მტვერი იმაზე მეტყველებს, რომ ჩიკირაგას ყვავილის უხვწყაროს მიაგნო. ყველა გამოკვებილია. ყუდრო ბუდეში მანამდე დარჩება, სანამ ბარტყები პატარები არიან. ახლოს უშვილო ახალგაზრდა მდედრი მორიგ მოსაწყენ ღამეს ელოდება. მას შეუძლია უჭმელად 12 საათი გაძლოს. უმოძრაო ზამთრის ძილის ხანმოკლე მდგომარეობაში გადადის. მისი გულისცემა ნორმალური სიჩქარის მე-12-დია. სხეულის ტემპერატურა 38-დან 18 გრადუსამდე ეცემა. ეკვადორში მზის ჩასვლა სწრაფად ხდება და მინი გამყინვარება იწყება.